საათია. ლევანაულა. მოგეზოთ ბათუმში. ზიანი ბათუმიდან მოკლედ ცოტა სახეზე გვეტყობა რომ დაღლილები ვართ 3 საათზე წამოვედით თელავიდან 9 საათზე ვიყავით უკვე ბათუმში ჩავდექით რიგში 10 საათია და ეხლა დაიწყო უკვე მუშაობა და ველოდებით M4-ს ნახოთ რა იქნება იმიტომ რომ ძრავს სახურის ქვემოთ ფილტრის ყუთები და რაღაცები სტოკი იყო ქართულ მდგომარეობაში მაგრამ ზემოდან ისეთი არც არაფერი არ ეწყობა ხოლმე მაგ მანქანას რა. რაც ვიცით ის არის რომ წინა რადიატორი უყენია CSF-ის და დაბლიდან ქვემოდან სურათი გადავაღებინეთ. და ქვემოდან ვიცით რომ უყენია დაუნფაიფები და მთლიანი გამსვლელი mid pipe უბრალოდ ბოლობაჩოკი არ ვიცი რა უყენია რა. ეხლა აქედან შორიდან უყურებდით და აი თითქოს ცოტა დაბლა დგას. ხო, კიდევ ვიცით რომ CSL-ის საბარგული უყენია, კარბონის ორიგინალი. დანარჩენს უკვე რო გამოვა ვნახავთ რა. ჩავიხედავთ ფილტრის ყუთებში კაენი თუ დევს, ან პრუჟინები თუ უყენია, ან პადესკა თუ უყენია. დანარჩენს გავიგებთ უკვე ძალიან მალე. სადაც ჩვენი რიგი მოუწევს ალბათ 15 წუთში. ეს დრაგზე არ ვიქნებით, ვინც მელუდებოდა. დაიგვიანა გადაცემათა კოლოფის კონვენტორმა, ეგრეთ წოდებულმა ბუბლიკმა და თუ გადაიდო დრაგი და 4 მაისს იყო წვიმა 18 მაისს გადაიდება იმიტომ რომ 11-ში მოტო დრაგია და ყველას გეპატიჟებით ძალიან მაგარი სანახაობა იქნება და კაი საყურებელია ხოლმე ყოველთვის დავდივარ ჩემი მეგობრები იღებენ მონაწილეობას 18 მაისს თუ გადაიდო უკვე ყველაფერი გამზადებული იქნება და 18 მაისს გამოვართ უკვე და მოსწრებული გვექნება და აწყობილი და გამზადებული. ეხლა კი დაველოდოთ M4-ს. ეხლა ჩვენო სპონსორი ყავდეს შიგნის არ უნდა ვიყოთ შესულები. რავი, ამი გადამზიდი კომპანია. აგისტე დავატირე რა. რა გახდა? არა მანქანა ჩამო. ой, მართლა მეორე მანქანა ჩამოგდის. რომელიც არ დაგვიანონსებია და არ ვიტყვამს და უნდა გავაკეთოთ განფუთვა, იმიტომ რომ ძრავის ხუფი კაპოტი არ იხდება და ჩვენც არ ვიცით რა დაგხვდება და უბრალოდ გავრისკეთ, გვაინტერესებდა რა იქნებოდა და ხო, BMW ჩამოდის რა თქმა უნდა და B58-ია დანარჩენი ვნახოთ. მშვენიერი. გამარჯობა რას უსმენთ? ტათედიაშვილის გველს. არა. მე მგონი გველი ქვია. ეს მოსწინე გველზე. ლეა. გველი, მუსიკალური გველი. კინგ-კონგი შედის მანქანის გამოსატანად. ერთიანი ევაკუატორით მოყავს. ნახოთ რა იქნება. აიგეს ჩემი მანქანა უკვე აქედან ავხედავ. დამაგაიარო. მოდი აქედან და გამოჩნდა. თუ არ წაიყვანა უკვე არა აი ეს წითელი წავიდა რამეს არ გამოსდა ბიჭო წავიდა ლევანა ჩემი მანქანიანაცო ეხლა ნერვიულობა იმატებს თუ როგორ არის არა მიჩეო ეგ როგორ არის აი პირველ ბავშვზე რო ნერვიულობ და მე რო თავისით მიდის რა ესეთი ვარიანტია აი შევიდა შიგნით და აი თქვენ მიაბავენ უცბად
და გამოვიტანენ რა. Просто undercarriage-ით არის ეგ მანქანა დაზიანებული. და ზეთის რადიატორი იყო გაფუჭებული. იმედია დაქოქვას არ ეცადნენ. თორე მანქანას დაზიანება არაფერი არ აქვს. კაი მდგომარეობაშია, წინაში ტოკია გაფუჭებული და დაბლა ზეთის რადიატორი და ალბათ ზაშტნიკი რა. დანარჩენი ბალკა ვიცი რომ კარგად თუ დგას ყველაფერი. შიტოკი გავამზადეთ უკვე, ნაყიდი გვაქვს, ჩამოტანილი გვაქვს ზეთის რადიატორიც. ეს არაფერი არ უნდა. უკან ნასავალში ცოტა დისკი არ მომწონს როგორც დგას, თვალი არ მომწონს როგორც დგას. ალბათ გიტარა იქნება ან მაშა იქნება გაფუჭებული, ან არის მინიმალური დაზიანებით რა. თავარია ვიღაცას დაქოქვა არ ეჩალიჩა და ძრავი არ გახდეს საყიდელი თორე. დანარჩენი მანქანა დადგება ფეხზე ძალიან მალე. დანარჩენს თქვენც ნახავთ. გამოვიდეს ხო. ევრათ არის გატეხი. ბიჭო, გამსვლელის დგასთან ვალვეტრონიკის თლიანი გამსვლელი აყენია. დიახ, მეგობრებო. და ძალიან კარგი აი მის დამჭერს მოუტყან ამერიკელი დედის ბუდელი. ეს რა არის, ბიჭო? Fuck you. ფარები გადარჩენილია, კაპოტი, კრილოები, ყველაფერი გადარჩენილია, შიტოკის სალონში დევს, რადიატორები. არაფერი არ არის მოხსნილი და ძალიან გაგვიმართლა. დანარჩენი ვნახოთ. შიტოკი რა. ლეურად. ვიჩცივად ამოისწორება ეგ და მგონი ისეთი არაფერი არ იქნება რა. აქ დამცავები აქვს. 4 ესებზეც დგას. ნახოთ. არჩე, ხო, ვალვეტრონიკის გამსვლელი დგას, რომელიც ძალიან ზვირიღებს. და ეხლა ვეძებ ზუსტად ჩემ მოდელს, რომ ვნახო რა ფასიანია. $3,550 იანი გამსვლელი აყენია. და ბარემ ის დაეყენებინათ კარბონისები უკეთესი იქნებოდა. კიდე წავიდეთ წინ, ავხადოთ კაპოს და ჩავიხედოთ რა ხდება. შიტოკი გვაქვს. ნახევარი გვერდები გასაყიდი. ვოლტები. ბიჭო, არომატიზატორი აყენია, აქაც წეღან ერთი გადავაგდე და
მაგის სუნი და ყველაზე შიფტერებიანია ეს, просто მოხსნილი აქვს შიფტერები. რული მოგვიხსნეს რა ჯიგრებმა რა. სავარაუდოდ რამე ძალიან სერიოზული რული ეყენა და აყენია იმ პაკეტის რული. აირბაგი გვაქვს ორიგინალი, თავისი აირბაგი გადმოუყენებიათ ამ რულს. ძრავში რა ხდება? სავარაუდოდ კაპოტიც შეცვლილია, იმიტომ რომ ამორტიზატორებიც არ დგას. დაბლა აქვს ჩაყრილი. და აქ რეები გვაქვს, შეიძლება სპირტის სენსორს მოუკლა თვალი. ან რამე მაგდაბარს. აი კაპოტი ნახე როგორ დგას რა, ანუ პროსტაა დაყენებული რას უყრებ. უეჭველი სხვა კაპოტი ეყენა და მერე შეცვალა. ლევან ატვერკა გააძრეთ, ფილტრის ყუთებს შავიხედო. ეს არ ვიცი რა. ნახშირები ალაგია. კაენი არ დაგხვდა. რა უშავ რა. ბიჭო, აი ეს რადიატორი მაინტერესებს მაგრად. რომელსაც ესე ვერ დავინახავთ გაფუჭებულია თუ არა. მირტყმული არ არის. დაბლითა მხარი არ ჩანს. ამე და თავისი დააყენეს, იმიტომ რომ დაშვებულია და ნახე რა ბოლტებით არის აწყობილი. იქითაც. და თანახე. აქ რა ხდება? ოპა, ეს რა არის ბიჭო? ფაქტი ხო არ გავაცრით. არა. სავარაუდოდ ვენდისია არავე, არა. შიგნით. რებაზარი შეიძლება ამათ ამოასუფთავეს. ანობია, ან კაკლებია. იყო. საწვავის სისტემაზე გვაქვს რაღაც გადახსნილი. აი აქ. რამე იდგა და ჩახსნეს თუ რო არ დაქოქილიყო მაგიტო ჩახსნეს, არ ვიცი. აი აქ ტრუკა. ნახე. სავარაუდოდ საწვავის სისტემაზე ჩაზრეს რომ არ დავიქოქათ და ძალიან დიდი მადლობა ვინც ეს მოიფიქრა. იმიტომ რომ ზეთის რადიატორია გაფუჭებული რა. საწვავის სისტემა თუ ჩახსნეს არის ძალიან კაი. დანარჩენი უკვე პადიონიკზე რო ავწევთ ქვემოთ ამ მხრიდან ტურბოს შევხედავ, გეითებს შევხედავ. აქედან ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, აზრი არა აქვს. აუ, იქნება კიდე რამე ადგილს საინტერესო. აი აქედან უნდა დავუშვა ესე იგი. ბიჭო, რა ზეთის რადიატორი რაღაც ქარხნულს არ აგავ. და G სერიას ვაფშე არ ვიცი როგორი უდგა რა და გრძელზე ავაწყოთ. F სერიას საუჩ თუ აქვს, მაშინ ეგეც შეცვლილია. დილია პროსტა. არა შავია და ამას შავი არ აქვს. ესე შეცვლილი იყო სავარაუდოდ. ეს რადიატორი გადარჩენილია. მაღლა არა აქვს შეხებული. ეს დაბლითა მარტო გაგლეჟილი. და ძალიან კარგია. კაბელები რაღაცები დაწყვეტილია. სავარაუდოდ დისტრონიკისა იყო ეს. გავარკვევთ. აი ბაბაშკა იყენა. Carbon fiber. So, კიდე რაც ახალი გავიგეთ, ვნახეთ რომ უკანა გამსვლელი იდგას, ზეთის რადიატორი შეცვლილია, მაგრამ გაფუჭებულია. ხო, კიდე საწვავის შლანგი ვინც გადახსნა, ძალიან დიდი მადლობა აქედან. იმედია გვიყურებ და გესმის თან ქართული საუბარი. დანარჩენი უკვე რო ავწევ და ქვემდა რომ შევხედავ, რაღაც კადრებს გადავიღებ. ოღონდ ალექსა არ იქნება იქ და შეიძლება ცოტა ცუდი ხარისხი იყოს რა. მადლობა.
ნახოთ დანარჩენი რა იქნება უკვე. ავი ეს ძალიან მალე დაიდება ეს ვიდეო, იმიტომ რომ სამონტაჟო ბევრი არაფერი არ არის. ხო მასია? ხო, ეგ არის. ძალიან მალე დაიდება და დანარჩენს უკვე ეხლა რომ წავალ თელავში გზად უნდა ავიღო კოლოფი და ამანქანის შიტოკი ჩამოსული. და всё. ეგ არის. თან დავიწყებ სუპრის აწყობას. X3 გაგვეწელა, იმიტომ რომ სუპრაზე გვაქვს მთელი აქცენტი გაკეთებული და ამანქანაზე ისევ ქარხნულ მდგომარეობაშია X3. თითი არ გვაქვს არაფერზე დადებული. მაგაზე ტატოს ველოდებით, რომ დრაგებმა ჩაიაროს, რა მაგა ხეზე ვდგევართ. დრაგებმა ჩაიაროს, მოიცალოს ტატომ, ძალიან გადარბენა აქ ეხა დრაგების პერიოდი როცაა. და პირველი დრაგი რო ჩაივლის, მეორე დრაგისთვის წესით უკვე SUV-ს კლასი უნდა ჩატარდეს და downpipe-ს და გამსვლელს დავაყენებთ რა. ნახოთ რა იქნება, წავით ეხლა ვჭამოთ, მაგრამ გრამშია.